ქართველი და სამხრეთ კორეელი ბიზნესმენი ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე მსჯელობს. საქართველო-კორეის ბიზნეს ფორუმი ქორთიარდ მერიოდში გაიხსნა. სამხრეთ კორეის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს საქართველოს საინვესტიციო გარემო ვერა ქობალიამ გააცნო. შეხვედრა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა გახსნა და საქართველოს ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ პოტენციალზე პრეზენტაცია გააკეთა. Which will enable პრეზიდენტი სული კორეაში ძალიან პოზიტიური შეხვედრა ჰქონდა კორეის პრეზიდენტთან და ამას მოყვა დღევანდელი ეკონომიკური ფორუმი, ბიზნეს ფორუმი, რომელზეც ესწრება 100 მეტი კორეელი ბიზნესმენი. განსაკუთრებით ინტერესი გამოხატეს ენერგეტიკის სფეროში. კორეა არის ცნობილი მთელი მსოფლიოს მასშტაბით თავისი ენერგეტიკული გამოცდილებით. გამოხატეს ინტერესი სამშენებლო პროექტებში. სამხრეთ კორეას გააჩნია გლობალური საინვესტიციო და სავაჭრო სტრატეგია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ სტრატეგიის ნაწილი გავხდეთ. ძირითადი მიზანი ამ შეხვედრის, ამ ბიზნეს ფორუმის არის სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განხილვა და გაძლიერება. კორეის ბიზნეს დელეგაცია არის საკმაოდ კარგად დაკომპლექტებული სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებისგან. იქ არიან სამშენებლო სექტორი, იქ არის ენერგეტიკის სექტორი, იქ არის საინვესტიციო ფონდები, ანუ პრაქტიკულად ყველა ის კომპანიები, რომლებიც შეიძლება საქართველოში მართლაც იპოვონ საინტერესო პროექტები. კორეული ინვესტიციები საქართველოში უკვე განხორციელდა და ჩვენ კმაყოფილები ვართ იმ ბიზნეს გარემოთი, რაც საქართველოში არსებობს. იმედი გვაქვს, რომ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ქართველ ბიზნესმენებთან ერთად სამომავლო თანამშრომლობას დავსახავთ და კორეული ინვესტიციები საქართველოში გაიზრდება.